საქართველოს პრეზიდენტი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გაემგზავრა გიორგი მარგველაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან. საქართველოს პრეზიდენტი ლიტვისა და ხორვატიის პირველ პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გაეროს ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში აღმოსავლეთ ევროპის მომავალი ქალთა როლის გაცვლიერება. ამერიკაში ვიზიტის დროს მარგველაშვილი სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრება, სადაც ცოტა ხნის წინ ორი ქართველი კურსანტი დაიღუპა. პრეზიდენტი მათ მემორიალს მოინახულებს და სტუდენტებს შეხვდება. ამერიკაში იწყება წინასაარჩევნო კამპანია და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ დროს საქართველოს თემის გააქტიურება ორივე პოლიტიკურ გუნდთან. აქედან გამომდინარე იქნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, თემატური ბლოკების მიხედვით რამდენიმე ბლოკს მოიცავს. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ორმხრივი ურთიერთობები, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის ისევ ორმხრივ ურთიერთობებში ეკონომიკური ურთიერთობების თემები, ასე რომ საკმაოდ დატვირთული პროგრამაა, ყველა შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. მე პირადად არავითარ დისკომფორტს არ ვზნობ. ბატონი პრეზიდენტი ჩამობრძანდება ხვალ, მას თავის ფორმატი აქვს შეხვედრების და შემდეგ ის მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, სადაც მას უკვე ექნება ორმხრივი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. იყო უამრავი კომენტარები ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული განცხადებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე პირადად არ მომისმენია ჩემი კოლეგების მხრიდან რაღაც რომ ამ ორი დელეგაციის ვიზიტმა შექმნა რაღაც არაკომფორტული სიტუაცია.